ბევრს აინტერესებს თუ როგორ დავიწყე ჩემი პირველი ბიზნესი. მინდა რომ გაგიზიაროთ. ეს იყო დაახლოებით 2013 წელს, მე ვიყავი დაახლოებით მეორე კურსის სტუდენტი სამართლის. ვიყავი ძალიან მოტივირებული და ძალიან მაინტერესებდა ბიზნესის დაწყება. და შესაბამისად, ყველანაირ შესაძლებლობას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი. და მოხდა ასეთი რაღაცა, რომ დამიკავშირდა ჩემი მეგობრის მამა იაპონიიდან. შემომთავაზა, რომ მოდი მე მოგაწვდი მანქანებს. მე მაქვს რაღაცა სტოკი, მე მოგაწვდი მანქანებს და მოახდინე მათი რეალიზაცია საქართველოში. და ნამდვილად გამოაგზავნა მანქანები, მე მოტოციკლეტებს აგზავნიდა და სხვა ასე შემდეგ და მოკლედ ყველაფერი გაიყიდა მინუსში. არაფერი მე მაქედან ფინანსური სარგებელი არ მიმიღია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მივიღე უდიდესი გამოცდილება, რომელმაც მე სამომავლოდ ძალიან წინ წამწია. რა გამოცდილება იყო ეს? პირველ რიგში საერთოდ ბიზნეს ურთიერთობაში შესვლა, დაკავშირება მოკვლევა ბაზრის, დაკავშირება კონტრაქტორებთან, აბა რა ფაში შეიძლება რომ ჩამოგვიტანოთ მანქანები იაპონიიდან, რა წინაღობები შეიძლება შეხვდეს ამას. მე ამ მანქანების გამბაჟება საქართველოში, მე კლიენტებთან ურთიერთობა, ანუ ყველაფერს ამას ვაკეთებდი მე. ასევე პირველი თანამშრომლების მოძიება, ვინც აი მოტოციკლეტების რეალიზაციისთვის, ვინც დაგვეხმარებოდა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების კუთხით და ძალიან წამადგა ცხოვრებაში, თუმცა ფინანსური სარგებელი მე ამ საქმიდან არ მიმიღია, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ ამ საქმის, იმიტომ რომ უდიდესი უნიკალური გამოცდილება მივიღე. ყველას წარმატებები და ყველას წარმატებული პირველივე ბიზნესი. აბა, თქვენ იცით.